მოგესალმებით, ეთერშია სივრცე დიალოგისთვის, მე თამთედოლიძე ვარ. დღეს მთელი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, 37 წლის წინ საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მომიტინგეები დაარბიეს. ამ ტრაგედიის შედეგად 21 ადამიანი გარდაიცვალა და უამრავი ადამიანი გაურკვეველი ნივთიერებით მოიწამლა. დღეს მთელი საქართველო ყველანი ვიხსენებთ ამ დღეს და ვიხსენებთ ჩვენს გადაცემაშიც. ჩვენი დღევანდელი ეთერის სტუმარი გახლავთ ბატონი ირაკლი კუჭავა, რომელსაც მივესალმებით და დიდ მადლობას ვეთყვი დღევანდელ დღეს ჩვენთან ყოფნისთვის. მადლობა მოსვევისთვის, მივესალმები ტელემაყურებელს. რაღაცნაირად ორმაგი განცდა არა ბატონო ირაკლი, როცა ვსაუბრობთ ამ დღეზე, გვიპყრობს ერთდროულად სიამაყის განცდაც და საშინელი ტკივილის განცდაც. ყველას გვაქვს ჩვენი მოსაზრებები და ჩვენი პირადი დამოკიდებულება 9 აპრილის მიმართ. თუმცა საინტერესო და მნიშვნელოვანია საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცის თქვენი ემოციური დამოკიდებულება ამ დღის მიმართ, მაგრამ მთლიანად მაყურებელს რომ გავუზიაროთ, რას ნიშნავს თქვენთვის 9 აპრილი. მე დღეს გადაცემაში ხლა მოვედი 9 აპრილს დაუპული, გმირულად დაუპული ნატო გიორგაძის ჩოხატაური ნატო გიორგაძის საფლავიდან 37 წელია ჩვენ ყოველ წელიწადს 9 აპრილს სხვა დღეებშიც, მაგრამ 9 აპრილს განსაკუთრებით ავდივართ ამ ხნის განმავლობაში მთელი თაობა დაიბადა, გაიზარდა. და როცა 9 აპრილზე ვფიქრობთ, თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ გაორებული რაღაც ემოციური შეგრძნება. სხვათა შორის ერთი წლის თავზე 9 აპრილს 99 წლის 9 აპრილის დადგომიდან ერთი წლის თავზე ასეთი შეფასება მიიღო ზუსტად, რომ ეს რა იყო ეს თარიღი სამგლოვიარო და საზეიმო. სამგლოვიარო გასაგებია რატომაც, მაგრამ იყო საზეიმოც. და ამაზე შეთანხმდა ქართული საზოგადოება მაშინ, რომ აი ეს ორმაგი განცდა გააჩინა ამ თარიღმა. 9 აპრილმა შეცვალა ჩვენი უახლეს ისტორია. გაიყო უახლეს ისტორია ორ ნაწილად 9 აპრილამდე და 9 აპრილის შემდეგ. და მე მოკლედ მინდა გავიხსენო რა უძღოდა წინ 9 აპრილს. ძალიან საინტერესო თქვენ რა პროცესები ნებრივეს ერთ დღეს 9 აპრილს არ მოხდა და არ შემდგარა ეს აქტი და ეს იყო მასობრივი გმირობის აქტი. იქ ვინც იდგა დაუპული, გადარჩენილი, მოწამლული, ყველა გმირია. თუ გმირობა ხომ მაინც მორალური კატეგორიაა. აი 88 წლის შიმშილობები უძღოდა ამ ამბავს წინ და სტუდენტებმა დაიწყო მოიხსენებათ საბჭოთა კავშირში პერესტროიკა, ასე თქვა დემოკრატიული ჩანასახები სხვადასხვა რესპუბლიკებში მათ შორის და საქართველოს აირჩიეს სწორი გზა და პირდაპირ დამოუკიდებლობაზე პრეტენზიის გაცხადებით და მასების მობილიზებით. ვიდექით ერთხელაც ნოემბრის აქციებზე ჩემი მეუღლესთან ერთად, მაშინ მეუღლე არ იყო, ელისოჭირეთის სტუდენტი იყო, იქ შიმშილობდა სხვადასხვა ინსტიტუტის სტუდენტები და უცებ მეუბნება ჩემი მეუღლე, რომ შეხედეთ თავრობის სასახლის თავზე ვიღაც დგას. ბუნებრივია, ვიხედე, სხვებმაც აიხედა მთელმა მიტინგმა და გადმოდგა ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ჩამოხსნა საბჭოთა საქართველოს დროშა, გადმოაგდო, დაიძახა იქიდან, რომ აი დროშა, რომლითაც 70 წელია გვატყუებენ, გაიხადა სვიტერი გადმოაგდო, ხალხი აღტკინებაში მოვიდა, ბიჭო არ გადმოხტე, გმირი ხარ. თან უკან იყურებოდა იმის მოლოდინის განცდა იყო, რომ უახლოვდებოდა ან დაცვა, ან მილიცია და ხალხში გაჩნდა ესეთი, რომ შევიდეთ, გადავარჩინოთ. და მახსოვს, რომ გია ჭანტურია თუ სწორად მახსოვს მიკროფონთან იყო ამ დროს და თქვა, რომ ეს არის პროვოკაცია. ის დროშა უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც მოვა მაგის ჩამოხსნის დროც. ანუ ისე თქმა მინდა, რომ პროვოკაციები ბევრი მზადდებოდა. და საბჭოთა ხელისუფლებას უნდოდა, რომ არაძალადობრივი გზიდან გადაეხვია მიტინგებს. და მაშინ ასე თუ ისე მეტნაკლებად მეტი ლეგიტიმური უფლება შეეძინა დარბევისა. კი ბატონო. ვერც 9 აპრილს ვერ მოახერხა ეს. და როცა ვსაუბრობთ 9 აპრილის შედეგებზე და ხანდახან ისმის, რომ აი მაინც დაინგრევოდა საბჭოთა კავშირი, მაინც განვითარდებოდა ეს პროცესები, არ არის ეს. კი, ხშირად ისმის ეს მოსაზრება, რომ პროცესი დაწყებული იყო და დაიცით რა გააკეთა პირველი 9 აპრილმა რა შედეგი დადო? მორალური უპირატესობა მოუპყრო ეროვნულ მოძრაობას და მის ლიდერებს. მანამდე ასე არ იყო. აგრესიაც კი ჰქონდათ ეგრეთ წოდებული არაფორმალური გაერთიანებები, როგორც მაშინ ეძახდნენ გაერთიანებების მიმართ, სხვადასხვა პარტიების მიმართ. მე მახსოვს, რომ ერთ ჩემ მეგობარი გულის შეტევა მოვიდა და როგორც გურიაში ამბობენ, გადაიკივლეს და 2 დღის შემდეგ სოფლის ავტობუსში ვიჯექიო თქვა და სოფლის ორი ხალბატონი საუბრობდა, ერთი ეკითხებოდა მეორესო, რა ხმაური იყო თქვენ სუბანშიო და
ერთი არაფორმალი კვდებოდაო. უი მაგერი ნახე გაწყვეტილიო. მეორეჯერ მიკრე იმპაქტიო. ეს იყო აგრესიული დამოკიდებულება. მე შეიცვალა ეს ყველაფერი 9 აპრილმა შეცვალა. არა მხოლოდ ობივატელში. საშუალო და ქვედარგოლის პარტიულ ფუნქციონირებშიც კი. ეროვნულ მოძრაობას საინტერესო აქცენტი გააკეთეთ, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ დღეს თითქმის ყველა, ვინცაც იმ პერიოდში უცხოვრია, იჩემებს აუცილებლად ან ეროვნული მოძრაობის წევრობას, ან მასთან დაახლოებას, ანუ დღეს ეს ითვლება კარგ ჟესტად, თუმცა მაინც და მაინც გაერთიანებული საზოგადოება მაშინ სამწუხაროდ მათ გარშემო არ იყო, ხო? დიახ, სამწუხაროდ არ იყო. თავში არ იყო, მაგრამ 9 აპრილის შედეგი ის 9 აპრილი იყო სწორედ ის მორალური უპირატესობის მომტანი და ამავე დროს კარგად გამოჩნდა ერთი მნიშვნელობა, როგორ აერთიანობა არის აუცილებელი. ეს დღესაც უნდა ვიაზრებთ ამას. თავარი ღირებულებებისადმი ერთგულება. აი, სწორედ ეს მაინტერესებს. თავარი ღირებულებებისადმი ერთგულება და საზოგადოებრივი გაერთიანება რაღაცა საკვანძო ფასეულობების გარშემო, როცა დღესაც გვიჭირს დემოკრატია გამოვლილ ამ მხრივ გამოცდილება მიღებულ საზოგადოებას, რანაირად მოხდა თქვენ როგორ გონიათ საბჭოთა მენტალობით გაზრდილი ადამიანები, მოდი დავარქვათ ტრავმირებული ადამიანები რეჟიმისგან და მათ შეძლეს ამ ყველაფრის მიუხედავად აი ასეთი სასწაული და საოცარი გაერთიანება ძირითადი და მნიშვნელოვანი ფასეულობების გარშემო. გაცრავთ, მე ერთ ფაქტს მოგიყვებით. რამდენიმე წლის შემდეგ 9 აპრილიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ну, შემთხვევით ერთ ვიწრო თაყრილობაზე გავიცანი ცნობილი ჟურნალისტი იური როსტი. ეს ის იური როსტია, რომლის ფოტოებმა მაშინ მთელი მსოფლიო მოიარა, იმიტომ რომ ამ დოკუმენტალისტმა გადაიღო ზუსტად ის რაც იყო ის ორლესული უქნეული ნიჩბები დახუპული ადამიანები. ანუ ცნობილი ფოტოები, რომლითაც დღეს 9 აპრილს ვიცნობთ, ეკუთვნის დიდი ნაწილი მას, ხო? იური როსტი, რუს, ფოტოშორის რუს ჟურნალისტი და მან თქვა ასეთი რამ, რომ როცა ვკითხე და რაღაც დეტალებში ჩავეკითხე, კომენტარებიო დავწერე ფოტოშორისო მაშინდელი ცეკას მდივნის ნუგზარ ფოფხაძის კაბინეტში მისივე კალბით. და მე გამიკვირდა და ამისი გახმოვარება რატომ არ მოხდა მკითხე და ეს მაშინ ფას დაკარგავდაო და დააზიანებდა თვითონ ამ თემას და ისე თქვა მინდა რომ აი მაშინ პარტიულ ელიტაშიც კი დადგა საკითხი რომ ისი ერთგულები უნდა ვიყოთ ჩვენ. ეს შეიძლება შემდეგ გამოყენებული იქნა წყალქვეშა პოლიტიკური დინებებისთვის, ვიღაცაზე შურის ძიებისთვის, შეიძლება რაღაც სხვა გეგმებიც არსებობდა, მაგრამ ერთი იყო ფაქტი, რომ ეროვნული მოძრაობის მხარდაჭერა, ანუ ქვეყნის დამოუკიდებლობის მხარდაჭერა იქცა უკვე კარგ ტონად. ობივატელისთვის, პარტიული ფუნქციონერისთვის, გლეხისთვის და ნებისმიერი ადამიანისთვის. ამან გამოიწვია ზუსტად ის, რომ 90 წლის 28 ოქტომბერს ეროვნული მოძრაობა კვალიმაგი და თავისუფალი საქართველოს სახით მოვიდა ხელისუფლებაში. კი ბატონო და დამოუკიდებლობის გამოცხადა 9 აპრილის ხელისუფლებამ გამოაცხადა და სიმბოლური ჟესტი იყო და სწორი იყო, რომ 9 აპრილი 9 აპრილის აღდგენა გამოცხადა დამოუკიდებლობას. კი ბატონო, აღდგენა ნამდვილად. ისევ გავიმეორებ, რომ ერთდროულად საამაყო და ერთდროულად ტრაგიკულია ის ფაქტი, რომ გურიიდან ყავს გოგონები, რომლებიც პატარა გურიიდან, რომლებიც ამ დღეს იქ იდგნენ. ლოთოიძე, ნონო გიორგაძე. დიახ, აი დღეს საფლავზე ვსაუბრობდი, რომ ისეთ ოჯახებში აღიზარდა ეს ადამიანები. გმირობა რა, იქ გმირობის ჩასადენად არავინ არ მიდიოდა. იქ ადამიანები ხო შეიძლება რა განწყობა იყო ბატონერელი, აი თქვენ ხო დადიოდეთ. განწყობა იყო საოცარი ნოემბრის შიმშილობებში წინა დღეებშიც. საოცარი განწყობა იყო სანთელი, სიმღერა, ცეკვა, არავინ არ ფიქრობდა ამაზე. პატრიარქის მისვლა. აი აქვე მინდა ის უწმინდესობას თან დაკავშირებით თქვა ორი სიტყვა, რომ აი ხანდახან გული დაგწყდება, რომ იმაზე არის საუბარი, რომ აი მივიდა და თვითონ კი გადარჩა და აი ეროვნული მოძრაობის მაშინდელი ლიდერებისგან პირადად მომისმენია, რომ კი არ წავიდა, ძლივს განარიდეს. ის იქ მივიდა თავის ერთან. თავის ტიქაროსნებთან. ამას დღეს ხშირად საყვედურობენ. თავის ტიქაროსნებთან ის ადამიანები, იგივე გიაჭანტურია, ირაკლი წერეთელი, მამუკა გიორგაძე, ეს მისის ტიქაროსნები. აღიდან მოდიოდა ეროვნული ამასინათ მამუკას უსმენდი გიორგაძეს და ზუსტად ყო, თუ გინდოდა თავისუფალი საქართველოს ჩანასახი გენახათ, უნდა მოსულიყავით პირადღეს სიონშიო. კომუნისტების დროს, როცა პატრიარქი აღსატრებული იყო და დაიწყო მთელი ეს პროცესი. პატრიარქის ირგვლივ დედა ეკლესიის წიაღში მოხდა ეროვნული მოძრაობის კლავ ჩასახვა და განვითარება. და ეს ახალგაზრდა მანამდე პატრიარქს ქართველის ტიკაროსანი არ ყავდა.
სწორედ ეს ახალგაზრდები ისინი გახდნენ შემდეგ ეროვნული მოძრაობის ლიდერები, ზოგი წარმოჩენილი და ცნობადი, ზოგი ჩრდილში, მაგრამ გულანთებული. დიდი ნაწილი ეკლესიიდან კი ბატონო. და დღევანდელ დღეზეც მინდა გკითხოთ, აი დღევანდელი გადმოსახედიდან, თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორია სწორი აღქმა, სწორი შეფასება 9 აპრილის, იმიტომ რომ ეს ხომ არის ის დღე, რომელიც აბსოლუტურად სწორად გააზრებული და გადააზრებული უნდა გქონდეს. ეს არის ცოცხალი თარიღი 37 წლის მიუხედავად, რომელიც დღესაც ფეთქავს და დღესაც ძალიან გვაღელვებს, იმიტომ რომ ხშირად ვართ იგივე პრობლემების წინაშე დღესაც. როგორ უნდა აღვიქვათ, რას ეტყოდით ახალ თაობას, როგორ უნდა დაინახონ და აღიქვან მათ 9 აპრილი? კი ბატონო, აი წეგანაც თქვი და მეორდები რომ ჩვენ გაკვეთილები უნდა გამოვიტანოთ ყველა ასეთი მნიშვნელოვანი აქტისგან და მე ვფიქრობ რომ 9 აპრილი ამის კარგი მაგალითია რა შეიძლება გათვალისწინოთ. ერთიანობა, მთავარი ღირებულებებისადმი ერთგულება, ამავე დროს რაციონალურობაც. ზოგჯერ ემოციამ ძლავრობს, რაციონალურობა გვაკლია. თუ რაციონალური პოზიციას იკავებს ადამიანი, ან ერთი მხარე გლანძღავს, ან მეორე მხარე გაგინებს და სწორედ ესაა 9 აპრილის მაგალითი, რომ ჩვენ ეს ერთად უნდა მოახერხოთ კონცენტრაცია იმ ემოციის, იმ განწყობის და რა თქმა უნდა პატივი უნდა მივაგოთ ყველას. კიდევ ვიმეორებ, რომ ყველა დგომი ადამიანი იყო გმირი. გმირობისათვის შინაგანი მზაობით ახსავსე და ასე იყო მისული 9 აპრილს. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა დღეს ჩვენთან ყოფნისთვის, ამ მნიშვნელოვანი დღის გახსენებისთვის და მაყურებელს შევახსენებ, რომ დღეს 9 აპრილთან დაკავშირებით ვსაუბრობდით ბატონ ირაკლი კუჭავასთან ერთად. მე მომდევნო ხუთშაბათს დაგიბრუნდებით, კარგად ბრძანდებოდეთ.